უამრავი ბავშვის ტრამვაც არის ბორში. მეც ახლა ვსწავლობ ბორშის გაკეთებას პირველად. ვიდეო მსვლელობის დროს გაიგეთ როგორ მზადდება ნამდვილი ბორში. თქვენ ნახავდით ამ დროს როგორ გარვის ფსიქოლოგი. ახლა შენ ეს უნდა შეჭამო. ნინო რჩევა. პირველად გავიგე ხოც შორს. მართლა უნდა მიმეცადე. მოვიდა ბაღის სუნი? ოკეი. ბაღში ესეთი კარგი სუნი მართლა არისო. აი გეტყვი რატომ არ იყო ბაღში ეგეთი სუნი. მე ვფიქრო კარგი ფერის ბორში გამოდიდებულია მართლა. შემდეგი ეპიზოდის დრო დადგა და მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ეპიზოდის სტუმარი ნინო კერესელიძე, ფსიქოლოგი, თერაპევტი. და ალბათ გაგიკვირდებოდათ, რომ კულინარიულ გადაცემაში, ვიდეოში რატომ არის ფსიქოლოგი. ხო? იმიტომ რომ ვაკეთებთ ბორშს. და აქედან გამომდინარე, უამრავი ბავშვის და უფროსის ტრამვაც არის ბორში. გამარჯობა. გამარჯობა და ნამდვილად ბევრი ტრამვაა ბორში. კი, ხო? ბორში არის ტიპიური უკრაინული კერძი, რომელიც უამრავი სახეობა არსებობს და დღეს ვამზადებთ ჩვეულებრივ წითელ ბორშს, ბაღში რომ მივირთმევდით იმ ბორშს. World Market-იდან გამოვიწერე სტაფილო და ჭარხალი. დიდი მადლობა მას. ამას აუცილებლად გარეცხვა ჭირდება და გახეხვა. ასისტენტის მოვიდა, მადლობა. ესე სწრაფად ჩვენთან აკეთებენ მხოლოდ გარეცხვასაც და გახეხვასაც. მოდი, დეტალურად მივყვეთ პროცესს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ხოლმე, როგორ მივედით იქამდე, რომ რაღაცა არ მოგწეს. რაღაცა მიუღებელია ჩვენთვის და რაღაცას არ მივირთვებთ, იმიტომ რომ გვახსენებს რაღაცა ცუდ პერიოდს ან ცუდ დროს. მე პარალელურ რეჟიმში ვიფუსფუსებ და თქვენ შეგიძლიათ რომ პარალელურ რეჟიმში ისაუბროთ. ორ ეტაპად უნდა გავყოთ ბორშის მომზადების ტექნიკა და პირველ რიგში უნდა გავაკეთოთ, ჭარხალი უნდა მოვათავსოთ ცალკე ტაფაში. აქვე უნდა დავუმატოთ ტომატ პასტა. მეც ახლა ვსწავლობ ბორშის გაკეთებას პირველად. შეგიძლიათ თავისუფლად თქვათ რომ ვიდეო მსვლელობის დროს გაიგეთ როგორ მზადდება ბორში. ნამდვილი ბორში. იმიტომ რომ მე სახეცვლილებია ძალიან ბევრი. რა თქმა უნდა, ყველა ოჯახს რაღაცა მგონია რომ თავისი ბორშია. და ცოტა ძმარი. ძმარს იმიტომ ვუმატებთ რომ ჭარხლის შაქრიანობა შევინარჩუნოთ და ფერი და სიმჟავე ამას ძალიან ეხმარება. ეს ყველაფერი შეგვიძლია მოვათავსოთ გაზ ქურაზე, ან ელექტროქურაზე, ან სადაც გაგიხარდებათ რა ქურად გაქვთ წარმოდგენილი. შეგვიძლია დავიწყოთ ესე იგი საუბარი უკვე, იმიტომ რომ ძირითადი საქმე მოვიშორე და პირველი რაც გვაქვს ჩვენ წვნიანებთან და ნებისმიერ ესე ვთქვათ დამოკიდებულებასთან მოდის საკვებთან მიმართებით, გვაქვს ხოლმე რაც დაცურავს და მოგწონს, რაც მაგალითად ხახვი ახსენე და მწვანილები არის ხოლმე მანდ, რაც აშინებთ ხშირ შემთხვევაში ბავშვებს განსაკუთრებით და მეორე მანდ რაც არის ხოლმე პრობლემური ამბავი არის მოგონებები. რა ასოციაცია და მოგონებები გვაქვს თითოეულ საკვებთან, როდის გავსინჯეთ ის პირველად და როგორ დაამახსოვრდა ჩემ ფსიქიკას. ანუ რამდენად საერთოდ უსაფრთხოა ის, რაც მივიღე მაგალითისთვის ვიტყვი, ბაღში გასინჯული ჩემთვის პირადად მაწვნის სუპი არის ის გამოცდილებაც არასდროს მაწვნის სუნწნიანს აღარ გამასინჯებს. არ გაგისინჯოთ? ბაღში გავსინჯა და დასრულდა იქ ჩვენი მეგობრობა. აუნედა მაწვნის სუპი მომემზადებინა. თქვენ ნახავდით ამ დროს როგორ გარვის ფსიქოლოგი გადაღებიდან. კი, ხუთი აღქმის ორგანო ადამიანს და ყნოსვა აქ არის წამყვანი როგორც წესი და ნუ ჩემ შემთხვევაში ვიზუალის წამყვანია. როგორ გამოიყურება რაღაც იმის მიხედვით შემიძლია გადავწყვიტო, შემიძლია რა თუ არა საერთოდ გავსინჯო. ანუ თქვენთვის მაინც ვიზუალიზაცია ვიზუალური პრეზენტაცია ძალიან მნიშვნელოვანია, შემდგომ იმის არომატი რაც მოდის. და წარმოიდგინეთ, ბავშვებზე როცა ვსაუბრობთ, ეს ორი არის უფრო ძლიერი. და მოზარდობის პერიოდზე თუ ვიტყვით, მაგალითად 5-6 წლის ასაკზე თუ დავიწყებთ საუბარს, მან ხვდებით რას, რომ პრეტენზიებთან ერთად და დამოკიდებულებასთან ერთად, ხო? ხვდებით იმ გამოცდილებას, რაც არის ჩემ მშობელს რა მოწონს და რა უყვარს. და ხშირ შემთხვევაში ზოგი ბავშვი და ზოგი მოზარდიც არ იღებს რაღაცა პროდუქტს მარტო იმიტომ, რომ გასინჯული არ აქვს, მის სახლში ეს არ არის მიღებული. ანუ მაგალითად თევზი. ჩემი მშობელი არ ჭამს თევზს, ავტომატურად მე ჩამიჯდა რაღაც ინფორმაციულად, რომ აღარ გავსინჯო თევზს. ეს შეიძლება არ იყოს უსაფრთხო ჩემთვის, რომ გავსინჯო, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე უსაფრთხო ადამიანი ამბობს, რომ ეს ცუდია. ავტორიტეტმა მითხრა, ცუდია, ხდება ინტროექცირება, ანუ განჯის გარეშე დამახსოვრება.
და დავამახსოვრდა რომ თევზი ძალიან ცუდია და არ უნდა გავსინჯო, იგივე ხდება ხოლმე წვნიანთან მიმართებაში, იმიტომ რომ რამდენის დასრული ვიცით, ვისაც უყვარს წვნიანი. ძალიან ცოტა მგონია რა. მამაკაცებში უფრო ხშირია წვნიანი სიყვარული, ქალბატონებს შეიძლება რაღაც სექსისტურად გამომივიდეს, მაგრამ ასეა რომ მამაკაცები ახლა იმიტომ რომ ყოველდღიურ რეჟიმში ხდება მომხმარებელს, რომელიც მიირთმევენ სხვადასხვა კერძებს. ხშირია ხოლმე მამაკაცებში უფრო დიდ მოთხოვნით სარგებლობს წვნიანი, პროცესიდან გამომდინარე ნაბახუსები იქნება, ეს დაღლილი იქნება თუ სხვა და ქალბატონები ნაკლებად მიირთმევენ ხოლმე წვნიანს. მე ესეთი ისაა, გაგვირვება. წარმოიდგინე სახში საკვებს აკეთებს ვინ ხშირ შემთხვევაში? დიასახლის ხშირად. შესაბამისად, თუ დედა აკეთებს იმას, რაც მას მოსწონს და ძირითადად მოდი შევთანხმდეთ, რომ აკეთებენ მაგას. კი ბატონო. შესაბამისად, წვნიანის რაოდენობა მაქსიმალურად ცოტაა ხოლმე, თუ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თქვათ დედა ცდილობს ჯანსაღად გამოყვებოს შვილი და თავის მაინდა-მაინც ინტერესებზე მორგებული არ იყოს. ასე დროს უფრო მეტად დაბალანსებულ ყოფას ხდებით, მაგრამ თუ კი მე ჩემი ინტერესიდან გამომდინარე გამოვდივარ, შეიძლება არანაირი წვნიანი გასინჯული არ კონდეს ბავშვს ბაღის ასაკამდე. კი. და ბაღში ხვდებით ზუსტად იმ ჭყალებში ვიტყვი მატრაუმირებელ საკვებებს, რომლებიც ან პოზიტიურად გამახსოვრდება, ან სამუდამოდ ნეგატიურად გააჩნია როგორ მოგვეწოდეს. მნიშვნელოვანია რომ შენ თხრობითი ნაწილიც მიუყოლო იმ კერძს, რასაც მაგალითად პირველად სინჯავს, აუხსნა როგორ დამზადდა, რითი დამზადდა, რა გამოიყენე ამისთვის, რა დრო დაგჭირდა მოსამზადებლად, იმიტომ რომ მთელი რესტორაცია, ასე ვთქვათ, აწყობილი ამაზე. ჩემ შულთან მიმართებაშიც, უფროს შულთან დაკავშირებით, როდესაც მქონდა ხოლმე მომენტები, რომ რაღაც ახალი მინდოდა გაესინჯა, სიტყვა ფუფ ამოვიღეთ რაციონიდან. და ვთქვი რომ მოდი იცი რა ვქნათ, ფუ არ დავარქვათ ამ კერძს. უბრალოდ არ მომეწონა თქვი, ან ჯერ არ გავიზარდე იქამდე, რომ ეს კერძი გავსინჯო. ეგ როგორი კარგი აქცენტია, რომ ჯერ არ გავიზარდე იქამდე, ან ყოველთვის ვუტოვებ ჩემ თავს არჩევანს და საშუალებას, რომ ოდესღაც მიუბრუნდები. გადაჭრით არ არის და ეს აზროვნებაზეც ცალსახად ძალიან კარგად მოქმედებს და მეორეს მხრივ ჩემ თავს ვაძლევ საშუალებას, ესე იგი რომ არასდროს არ ვიყო რომ მე ამაზე არა ვთქვი. ყოველთვის ექსპერიმენტთან ვიყო კონტაქტირებაში და ყვება და საკვები თუ ვიტყვით ესე ორალური ფიქსაცია, ხო, პირველ პერიოდში არის ყველაზე მარტივი გზა ცვლილებისთვის. თუ კი მე საკვებთან მიმართებაში შემიძლია გავსინჯო სხვადასხვა საკვები, თქვა რომ დღეს მე ეს არ მომწონს, მაგრამ ხვალ შემიძლია ისევ გავსინჯო, მან ჩემ თავს ვაძლევ თავისუფლებას, რომ ვიყო სპონტანური, ვიყო ღია და არ შემეშინდე სრულების და ექსპერიმენტებს. რა თქმა უნდა და მშობელი როცა ამას გაწვდის, ეგ არის უპირობო მიმღებლობა და თავისუფლების მოცემა. რაც ცალსახად სუპერ ამბავია. პარალელი რო გავავლოთ ჩვენი შვილების დღევანდელ თაობას და ჩვენ თაობას შორის. მაშინ ჩვენ ძიმე 90-იანებში ვიზრდებოდით და საშუალება რაც იყო, იმას მივირთმევდით. დღევანდელ თაობას ის მომენტია, რომ შეიძლება აირჩიოს, ბავშვმა აირჩიოს, რა უნდა მიირთვას, რა და ჩვენი მშობლები რასაც დაგვინებდნენ, გვინდოდა თუ არ გვინდოდა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ სად გავიზარდეთ, რა გენეტიკური განწყობა მოყვება, მოქმედებს, იმიტომ რომ 90-იანების ბავშვებს მაინც ახასიათებთ რა შიმშილის გამოცდილება, მონატრების გამოცდილება, იმიტომ რომ რაღაც საკვები შეიძლება მომწონდეს და არ მქონდეს ხშირად და მენატრებოდეს. შეიძლება კიდევ საუბრობდეთ იმას, რომ რთულად მოპოვებული საკვებთან კონტაქტირება, მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ეს ხორცი ძალიან რთული მოსაპოვებელი იყო, სანამ შენ გაგიკეთებდი და ეხლა შენ ეს უნდა შეჭამო. რამდენი ვიარე ეს ხორცი რომ მეშოვნა. აი ეს ტექსტები მაგალითად პურის რიგში ვიდექი და შენ ეს არ გაგივლია, ხო? ამ დროს დანაშაულის შეგრძნებას უღუებთ ადამიანს და ნახე საკვები რაც უნდა იყოს მისი მასაზრდოვებელი, რაც უნდა იყოს მისთვის ძალიან მხარდამჭერი, ხდება მომწამლავი. რა განწყობით მომზადდა, როგორი ემოცია ჩაიდო, ის ადამიანი, ვინც აკეთებდა, როგორ გზნობდა საერთოდ თავს. ეზიზღებოდა რო აკეთებდა თუ მოწონდა. სიამოვნებდა თუ ეს იყო მასტი. მნიშვნელოვან რამეს მივადექით, ასე ვთქვათ, საუბარმა მოიტანა და ბევრი წელია კულინარიული მიმართულებით ვარ და სულ ერთ ფრაზას ვიმეორებდი ხოლმე, არ არსებობს გემრიელი ხელი. ეს არის გული, რომლითაც ამზადებ კერძს, იმიტომ რომ თუ არ აყავს ობიექტი, ვისთვისაც ამზადებ და მასშტაბირება არ არის კონკრეტული და არის უფრო ესეთი გაფართოებული, ის კერძი არ გამოვა ისეთი, როგორიც მაგალითად თქვენ გაგისინჯავთ და ნოსტალგია გაქვთ
რაღაცა კერძის, რომელიც გასინჯეს, მაგალითად იტალიაში, ან გასინჯეთ ესპანეთში, ან უბრალოდ სოფელში თქვენ. და მეორე საკითხი, კიდე მნიშვნელოვანი საკითხი არის ბავშვობის საკითხს რო დავუბრუნდეთ, ბავშვობის გემო, რომელიც ვერაფერმა ვერ გადაფარა. აი ეს ბებიას შემწვარი კარტოფილი, რომელიც სადარბაზოშივე გზნობ მის სუნს. ემოციური მიჯაჭვობა. მაგას თერაპიაში ვეძახით ემოციურ დამოკიდებულებას საკვებთან, რომელიც რაღაც მხრივ პოზიტიურია ცალსახად, მაგრამ როდესაც ჩემი დამოკიდებულება საკვებთან მხოლოდ ემოციურია, ხვდებით მე საკვებთან მიმართებით კვებით აშლილობებს და კვებით დარღვევებს. ხოლო აი ბებოს ნაწილი და ეს პოზიტიური რაც ახსენე, ხშირ შემთხვევაში რა არის ხოლმე, რომ მას ვენებს იქამდე სანამ გავსინჯავ. ხო, ესეც ხო არის სადარბაზოში რომ შევედი და ისუნი მოვიდა ჩემთან. ყველა ადამიანმა იცის რომ ის საკვები მის სახლში კეთდება. და არც ერთ სხვა სახლში რაც უნდა გაიაროს. და ეს მოლოდინი ზრუნვასთანაც არის ხო დაკავშირებული და გარდა ამისა შეიძლება ის საკვები ზუსტად იგივე გემოზე არ იყოს, მაგრამ იგივე ემოცია იყოს, რომლის გაცვლაც ხდება კვებით. კვებით, კი ბატონო. შესაბამისად, აი ამ დამოკიდებულების ნაწილში ვეხებით რას, რომ ზრუნვასთან ერთად მაქვს უსაფრთხოების განცდა და ემოციები და რაც ყველაზე მთავარია ის, რომ მე ვიყავი ფოკუსი ამისი, აი ეს ძალიან კარგი ნათქვამი იყო იდეაში ის, რომ კონკრეტული ობიექტისთვის, კონკრეტული ფიგურისთვის უნდა დამზადდეს რაღაც საკვები და ხანდახან აი ეგ აქვს ხოლმე ალბათ სარესტორნო ბიზნეს სირთულე, რომ უფრო ბევრ ადამიანზე ეკეთდება რაღაც კონკრეტული თქვა კერძი და იმდენად ხშირად არ არის ხოლმე როგორ თქვა განცდადი რომ შენთვის მომზადდა, რაც ყველა ადგილზე არ არის აქ. ჩვენ ამაში გამოსავალი ვიპოვნეთ ოჯახის წევრების ფოტოებს უმაგრებთ ხოლმე სამუშაო მაგიდის წინ, რომ ხშირად შეხედავ ხოლმე თავის ოჯახის წევრებს. ძალიან მაგარია. ნინო, სანამ მზადებას დავიწყებთ, აუცილებლად მე ესეთი ტრადიცია მაქვს, რომ აუცილებლად შავი ლომის შავი უნდა დავულე. შემ შემთხვევაში შავი ლომის შავს მიირთვე თუ შემიძლია შემოგთავაზო შავი ლომის იპა. იპა. აი ესეთი ხმა, ნახე როგორი მეც იპას დავლევ მაშინ. თუ ჩემი ჭიქაა ეს, მაშინ იპას დავლევ მეც. ესე იგი. მიირთვით. გაგვიმარჯოს. ბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს ვიდეოში. წარმატებებს გისურვებთ. წარმატებები თქვენ. ესე იგი ჩვენი ვიდეოს მომზირლებს ხოლმე და მხოლოდ ვანახეთ ჭარხლის ტომატპასტისა და ძმრის ექსკურსი და ეხლა მნიშვნელოვანია რომ მზადებას დავიწყოთ, გავცვალოთ ადგილები და მე ნელ-ნელა დავიწყებ უკვე ხრობით ნაწილს იმ ბავშვობის ტრამვაზე, რომელსაც ბორში ქვია და რომელმაც ძალიან ბევრ ბავშვობა დაუნგრია. თეთრი ხახვი უნდა დავჭრათ. აქ აქვს ბულგარული წითელი, 2 ცალი დაგჭირდება. კომბოსტო მაქვს, აი ესე წვრილად დაჭრილი და მჟავე კომბოსტოც მაქვს, რომელიც უკრაინული ბორშისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანამატია. ჩვენს დღეს ვამზადებთ არტალის ნაწილისგან ბულიონი წინასწარ მოუხარში და მოხარშული ხორცი გვაქვს და არტალა ესეთ მდგომარეობაში გამოიყურება. ნიორი გვაქვს ცოტა შუშის დროს უნდა დავამატოთ და მერე კიდე გეტყვით რა დროს უნდა დავამატოთ ცოცხალი ნიორი. ესე იგი ბორში უნდა გავყოთ 2 ნაწილად. ეს არის ბოსტნეულის მოშუშვის და შემდეგ უკვე ცალკე ჭარხლის მომზადების. აი ნახეთ აი ეს არის ის თავარი დანამატი, რომელიც ბორშს აძლევს ფერსაც, გემოსაც და სილამაზესაც. ეს დავაბრუნოთ უბრალოდ გაზზე. ამას დაახლოებით სჭირდება 10 წუთი რომ მოვიყვანოთ. ეხლა ჩვენი თავარი ამოცანა ბოსტნეული უნდა მოვიყვანოთ. აი ხშირ შემთხვევაში არ მოსწონთ ხოლმე ბავშვებსაც და უფროსებსაც, როდესაც ყველაფერი არის ძალიან გადახარშული. და მე გვიწევს დაბლენდერება ამისი და არ არის ისეთი ვიზუალის და არ არის ისეთი გემოცი, რაც მნიშვნელოვანია. ბოსტნეული ბორში უნდა იყოს ძალიან მოყვანილი და არა მომზადებული, რომ ცოტა ხრაკუნი გაუდიოდეს პროდუქტს. ესე იგი ვიწყებთ, დაგვჭირდება გაზქურა ან ელექტროქურა. უნდა დავამატოთ ცოტა ზეთი. იმიტომ რომ ბულიონს რომელსაც დავამატებთ საქონლისას, რა თქმა უნდა, იმას თავისი ცხიმი აქვს და არ გვინდა რომ დიდად ცხიმიანი გამოგვივიდეს და ბულიონს რაც შეეხება, გეტყვით რომ უამრავი სახეობის ბორში აღნიშნე არსებობს და უამრავი ბულიონის ბაზაზე მზადდება. ეს არის ქათმის,
ეს არის ღორის ხორცის ბულიონზე მომზადებული, იხვის, ბატის, ფრთოსანი, უფრთოსნოსი და ყველაზე მთავარი რაც არის, შეგიძლიათ თავისუფლად მოამზადოთ ვეგეტარიანული, უბრალოდ წყლის დამატებით. ესე იგი, ხახვი ჩაშვებულია, ნიორი ავტომატურად უნდა ჩაუმატოთ, იმიტომ რომ ნიორს ძაფრი გემო არ ქონდეს. აქვე შეგვიძლია ბულგარულ წიწაკას მიხედოთ, ბულგარული წიწაკა ნინო რჩევა. ბულგარული წიწაკა არასდროს არ დაჭრა კანის მხრიდან. ოკეი. იმიტომ რომ მარტივად იჭრება უფრო, ნახეთ, შიდა რბილობის მხრიდან და ავტომატურად თავისუფლად ეს მართლა უნდა მიმეცადე. თავისუფლად შეგიძლიათ რომ ასე მოამზადოთ. უფრო ადვილად იჭრება. მნიშვნელობა აქვს ფორმებს? ბორში ფორმებს, თვითონ? კი, უნდა ვეცადოთ რომ ერთ ყოფში ყველა ბოსტნეული მოხვდეს, ასე ვთქვათ. შეკითხვა დაისმებოდა კარტოფილი რატო არ არის წარმოდგენილიო და მე არ ვუმატებ კარტოფილს და არც უკრაინელები არ ამატებენ კარტოფილს. ეს უკვე რუსული ვერსია არის კარტოფილის დამატების, იმიტომ რომ დიდი რაოდენობით კარტოფილი იყო მათთვის კვების რაციონში და ავტომატურად რომ ნოყიერი ყოფილიყო, ამიტომ უმატებდნენ ხოლმე კარტოფილს. კარტოფილი არ არის აუცილებელი რომ დავუმატოთ. ესე იგი, ბულგარულ წიწაკას უმატებთ. აქვე უნდა დავამატოთ ცოტა დაღერღილი წიწაკა. აქვე უნდა დავამატოთ მარილი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია რომ ბოსტნეულმა თავისი წვენი გამოყოს ცოტა. აქვე უნდა დავამატოთ გახეხილი სტაფილო. აი ეს არის ის ბაზა, რომლითაც იქმნება გემო. სხვა დანარჩენი არის დანამატი. აი ნახეთ. მოვიდა ბაღის სუნი? ოკეი. ხო არა? მართლაც უკვე. ოღონდ ბაღში ესეთი კარგი სუნი მართლა არ იყო. აი გეტყვი რატომ არ იყო ბაღში ეგეთი სუნი? იმიტომ რომ ბაღში ეზარებოდა აი ამ ყველაფრის კეთება. უნდა ყრიდნენ ერთად. აბსოლუტურად ყველაფერს ყრიდნენ ერთად და გამოდიოდა ბოსტნეულის ნახატში აქ-აიქ ხორცს მიგდებული. აი ნახე როგორ სწრაფად ხდება პროცესი. სტაბილო თითქმის უკვე მომზადებულია. ძირითადი სამუშაო ნინო შევასრულეთ, რასაც ქვია, ეს არის ის ბულიონის არომატიზირება ბოსტნეულით და რაც შევძელით, შემდეგი ეტაპი გვაქვს უკვე აი ამ ყველაფრის დამატება, მაგრამ მანამდე გვაქვს აი ეს უკრაინული რაც აუღნიშნე მჟავე კომბოსტი, რომელიც ძალიან უხდება ამ კერძს და აუცილებლად უნდა დავუმატოთ. იცი რა მაინტერესებს? ჩვენ ახლა ძირითად პროფესიებში სხვანაირად მოღვაწეობთ, მაგრამ YouTube-მა გაგვიხსნა, ასე ვთქვათ, ასპარეზი, რომ უკვე ფართო მასებს გავაცნოთ ჩვენი შესახებ, ჩვენი პროფესიის შესახებ და ვიცი, რომ შენც YouTuber-ი გახდ, ხო? ესე გამოდის. გამოდის. გვაიძულეს, რომ YouTuber-ები გამხდარიყავით. ჩემ შემთხვევაში მე აქამდე არ ყოფილვარ YouTube-ზე და როგორც კი გამოვშდი, რაღაცა საინტერესო ეპიზოდი დაიწყო ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ სხვა, ასე ვთქვათ, სოციუმთან მიწევს ახლა უკვე, ასე ვთქვათ, პირდაპირი ურთიერთობა და ჩემთვის ეს ძალიან საინტერესოა. აუ, ნამდვილად, იმიტომ რომ 10 ეპიზოდი გადავიღეთ ჯერსესის ხო. და შემიძლია ვთქვა, რომ საოცარი ხალხია YouTube-ის მაყურებლები. ესეთი ბუწრფელი, ესეთი შინაური, თან შეცდომაზეც რომ ისე მეგითითებენ რბილად. რბილად, კი. აი, მგონია რომ ესეთი კარგი ფსიქოლოგების გაერთიანება არის, რომელიც უყურებს, თან იღებს ამ ინფორმაციას და კომუნიკაცია სხვანაირი რა, ძალიან სასიამოვნოა და მეც ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო არის ზუსტად ეს კომენტარები, რომელიც ვიდეოს ქვეშ არის ხოლმე, თავისი აგრესიით, თავისი რჩევებით, რომელიც აღნიშნე, ძალიან მნიშვნელოვან რჩევებს გაძლევენ. როგორ ფიქრობენ, რომ უკეთესი იქნებოდა, იმიტომ რომ ზირთადი მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ხომ, ის ადამიანია, ვიზეც აკეთებ გათვლას, ვისთვისაც აკეთებ და ის როდესაც რჩევას გაძლევს, ძალიან მნიშვნელოვანია. იმან დრო რო გამოყო, რო გიყურა და მე გადაწყვეტა, რომ რაღაც მოგწეროს, ჩემთვის ეს უკვე არის, რაც არ უნდა დაწეროს, ძალიან ღირებული და გულწრფელად ვიტყვი, ჯერ აგრესიები ესე არ შემხვედრია და ძალიან ისე ვარ ბედნიერად ამ კუთხით, რაღაცა გადაგიყვები. ნახეთ, აი ეს არის ის ჭარხალი, რომელზედაც რამდენი ვისაუბრეთ, რომელიც უნდა ჩაუძახოთ ახლა უკვე ქვაფში.
ჭარხალი მოვათავსებ თავარ, ასე ვთქვათ, წვნიანში, რომელსაც ბორში ქვია და ეხა არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, იმიტომ რომ ნიორი ჩვენ ხო გახსოვს დაუმატეთ ნინოს დასაწყისში, ხალხთან ერთად, ასე ვთქვათ, მოუხალეთ, მაგრამ ნიორი იმ თავის გემოს დაკარგავდა. აი ხა მაგალითად უკრაინაში ჩვენ რო კარგი სალა ვქონდეს მაგალითად, ხო? უკრაინაში დაამატებდნენ ნიორთან ერთად სალას და შემდეგ ისე გადმოიღებდნენ თეფშს. ეხლა ჩვენ რას ვაკეთებთ? ბორში გამორთულია, ანუ არანაირი ტემპერატურა დამატებით არა აქვს, მხოლოდ თავისი ტემპერატურა აქვს, რაც მომზადების დროს იყო. აქ უნდა დავამატოთ ცოტა მარილი და ეს უნდა გავქნათ კარგად ნიორი. მარილი ეხმარება რა თქმა უნდა ნიორს, რომ ტენიანობა შეინარჩუნოს და დარბილდეს. ჩათვალეთ, რომ აი დაბეგვას, როდესაც ხო, დაბეგვილის ფუნქციით. ჩვენი ბებიები მაგალითად სანახ ქვაში რომ მოათავსებდნენ ნიორს მარილთან ერთად და სუნელთან ერთად ბაჟეს რო ამზადებდნენ ხოლმე, აი იმ პრინციპით მივდივართ. ეხლა ჩვენი მთავარი ამოცანა ნიორი რაც შეიძლება დავარბილოთ, პასტისებური მასა მივიღოთ. აქვე დარჩენილი მაქვს ძირები მე დავუმატე როგორც ნახეთ ბორში და კამა გვაქვს მარტო თავე ფოთლები ასე ვთქვათ, ოხრახუშთან ერთად და ესეც დავამატოთ. ამასთან ერთად გადავკეპოთ. ვისაც დაკეპვა ეზარება და დანაყოს ხო იგივე იქნება. დაჩოფერება შეიძლება თავისუფლად, უბრალოდ ეხლა ჩვენ ხო მაშინ პოზიურო ცოტა და აქედან გამომდინარე ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თორე ვისაც ტექნიკის საშუალება აქვს თავისუფლად შეუძლია რომ სხვადასხვა ტექნიკით დაამუშავოს ეს, ეხლა ჩვენ რა ვქნათ? ამოვიღოთ ბორში და დავაგემოვნოთ. ნინოს ისე არც კი მიკითხავს არაჟანი ისე დავუმატე ბორში, იმიტომ რომ რაღაც ჩემთვის არაჟნენი ბორში ცალკე ესეთია, კიდე ცალკე ფენომენია და აქედან გამომდინარე უკითხავთ მოგითავსეთ არაჟანი. აქ მნიშვნელოვანია რომ ბაღის ბორშთან დაკავშირებით გახსოვთ ალბათ ცხიმები გარშემო რომელიც დაცურავდნენ. ამ ჩემ შემთხვევაში ცხიმები არ დაცურავენ საერთოდ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ფერი. მე ვფიქრობ კარგი ფერის ბორში გამოგვიდა. შეგვიძლია გავსინჯოთ, დავაგემოვნოთ. მე პირველი ვიქნები. აი როგორ თქვა ჩემ გაკეთებულზე დიდებულია მეთქი, მაგრამ დიდებულია მართლა. აია. ძალიან. ესე იგი ძალიან დიდი მადლობა ნინოს. უღმესი მადლობა. მადლობა. მობრძანებისთვის წარმატებებს უსურვებ. შენ აქვს განვითარებაში, ძალიან საინტერესო კონტენტი აირჩიე და ძალიან მიხარია რომ შემოვერთდი YouTube-ის დიდ ოჯახს. მეც მადლობა რომ შევერთდი. დიდი მადლობა Volt-ს, რომ არა Volt-ი დღეს ჭარხლის გარეშე გვექნებოდა ბორში და რაღა ბორში იქნებოდა და იქნებოდა მწვანე ბორში. და დიდი მადლობა რა თქმა უნდა შავლომს და კერძოდ იპას, იმიტომ რომ ჩვენი ტონუსში მოყვანა შეძლო და უფრო აქტიურები და უფრო მხიარულები ვიყავით, ხო? ნამდვილად. საოცარი გამოცდილება იყო ჩემთვის. როცა დრო გექნება, შემომიერთდი ხოლმე და ერთად მოვამზადოთ ხოლმე და შემდეგ ტრავმებზეც ვისაუბროთ. ესე იგი, ძალიან მარტივი ყოფილა ტრავმების დამარცხება, თუ სახლში ყავთ ვახო, რომელიც ბორშს მოამზადებს, თუ ვახო არ ყავთ ბორშის მომზადებელი, მაშინ თავისუფლად შეგიძლიათ, რომ თქვენი თვე მოამზადოთ ბორში, რომელიც ვახომ გააკეთა. კარგად გზნდებათ ნახვამდის.